ეს ჯოან დამიან მარტინესია, არგენტინელი, რომელიც უკვე 1 წელია ჰამბურგში მუშაობს და დარეგისტრირდა აიმსბიუთელის რაიონულ ოფისში. მაგრამ მან დიდი შეცდომა დაუშვა. მე ჯერ კარგად არ ვიცი გერმანული. ამიტომ შეცდომით მოვნიშნე, რომ მე ევანგელისტურ ლუთერანელი ვარ. ეს სწორი არ იყო. ეს ნამდვილად არ იყო სწორი. დამიანმა ევანგელისტურ ლუთერანული ველი მონიშნა. ეს მას არ უნდა გაეკეთებინა. ასევე ამას ადასტურებს მისი შეყვარებულიც. რამოდენიმე თვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მას ეკლესიის გადასახადის გადახდა უწევს. მიუხედავად იმისა, რომ ის ეკლესიის წევრი არ არის. დიახ, ეს ნამდვილად მტკივნეულია, მაგრამ ამის შეცვლა შესაძლებელია. საგადასახადო სამსახური, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებელი არ არის, მაგრამ აიმსბიუთელის რაიონული ოფისი პასუხისმგებელია. მათ მისწერეს რაიონულმა ოფისმა მოგწერა, ჩვენ გჭირდება ეკლესიის წევრობის არარსებობის დამადასტურებელი მოწმობა. მათ მისწერეს ევანგელურ ლუთერანულ ეკლესიას და ეკლესიამ განაცხადა, რომ მათ არ შეუძლიათ წევრობის არარსებობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა, რადგან დამიანი ეკლესიის წევრია. რა თქმა უნდა, მან ხომ ეს მონიშნა, მაგრამ მას შეუძლია შეიტანოს განაცხადი ეკლესიის წევრობის შემოწმებაზე. მას მხოლოდ რამოდენიმე კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. გთხოვთ მოვგვაწოდოთ ინფორმაცია C სექციაში მითითებულ საეკლესიო მსახურებასთან დაკავშირებით, ასევე თქვენს პიროვნებასთან დაკავშირებით. ასევე გთხოვთ დაურთოთ ნებისმიერი დოკუმენტის ასლი, რომელიც ეხება თქვენს ეკლესიიდან ან საეკლესიო მსახურებიდან გასვლას. მოულოდნელად რაიონული ოფისიდან სასიხარულო ამბავი მიიღეს. ფორმა გაუქმებულია და რომ ის საბოლოოდ ეკლესიის წევრი არ არის და მას არც საეკლესიო გადასახადის გადახდა უწევს. მაგრამ ხელფასიდან საეკლესიო გადასახადი მაინც ჩამოიჭრა. შემდეგ თვეში, მის შემდეგ თვეშიც მათ კვლავ მისწერეს საგადასახადო სამსახურს და მიიღეს ასეთი პასუხი, რომ მან ახლა ოფიციალურად უნდა დატოვოს ეკლესია. დამიანი ავსებს ეკლესიის წევრობის დამადასტურებელ განაცხადს და საგადასახადო სამსახურის რაიონული ოფისის და ეკლესიის მიერ მხოლოდ 1 წლიანი განხილვის შემდეგ დადასტურდა, რომ ის არ არის და არასდროს ყოფილა ეკლესიის წევრი. დამიანი ჯერ არ მიიღებს 700 ევროს ოდენობის ეკლესიის გადასახადს უკან, მხოლოდ წლიური საშემოსავლო გადასახადის კორექტირებით.